გამარჯობა. ასეთი ამოცანას გთავაზობთ. 4 ლიტრიანი ქილის სიმაღლე 29 სანტიმეტრია. მასში ჩასხმული წყლის ზედაპირი ფსკერიდან 10 სანტიმეტრის სიმაღლეზეა. ქილას დაახურეს თავსახური და გადმოაბრუნეს. ესე იგი, აი ეს სიმაღლე 10 სანტიმეტრი არის ეს, ხო? დაახურეს თავსახური, გადმოაბრუნეს, შედეგად წყლის ზედაპირი ფსკერიდან აღმოჩნდა 14 სანტიმეტრზე, ეს უკვე 14 სანტიმეტრია. მთლიანად ეს სიმაღლე 29 სანტიმეტრის ტოლია. რამდენი ლიტრი წყალია ქილაში? მე გთავაზობთ, რომ პაუზაზე დააყენოთ ეს ამოცანა და შეეცადოთ, რომ თქვენ თვითონ ამოხსნათ. მხოლოდ შემდეგ ნახოთ, თუ რა ვერსიას ამოხსნისას გთავაზობთ მე. ესე იგი, ამოცანა ფიზიკასთან კავშირში არის იმდენად, რამდენადაც აქ არის ერთეულები მოცემული, მხოლოდ 4 ლიტრა არის და 29 სანტიმეტრებშია სხვა დანარჩენი ზომები. ლიტრი, 1 ლიტრი მოგეხსენებათ არის 1 დეციმეტრი კუბში. ანუ 1000 კუბური სანტიმეტრი. ახლა 4 ლიტრი ეს იგივე არის 4 დეციმეტრი კუბში. მოდი ჩავწეროთ მოცემულობა. მთლიანი მოცულობა აი ამ ჭურჭლის არის 4 ლიტრი, ანუ 4 კუბური დეციმეტრი. ზედაპირის აი ამ ფსკერის ფართობი, ამ ქილის ფსკერის ფართობი აღნიშნოთ x, აი ზედაპირის ფართობი s-ი, ხომ, აღნიშნოთ x-ით. x-ი დეციმეტრი, x კვადრატული დეციმეტრი, x დეციმეტრი კვადრატში, ხომ? მაშინ წყლის მოცულობა, ეს V0, ტოლი იქნება 10 სანტიმეტრი არის, იგივე 1 დეციმეტრი, ხომ? 1 უნდა გაამრავლოთ x-ი, ანუ უბრალოდ x-ი იქნება რა. x-ი დეციმეტრი კუბში იქნება, ხო? x-ი კუბური დეციმეტრი. ანუ x ლიტრი, კუბური დეციმეტრი იგივე ლიტრია. V0 არის x-ით, აღნიშნოთ. x ლიტრი. შეგვიძლია ესე დავწეროთ აქ. x ლიტრი, აი ეს, x ლიტრი. ხო, ეხლა V1-ით აღნიშნოთ მოცულობა, ეს მოცულობა აღნიშნოთ V1-ით, რომელიც დარჩა ზევით, მას შემდეგ რაც ქილა გადმოაბრუნეს. ესე იგი, ეს V0-ვანი მოცულობა დაიკავა უკვე ქვედა ნაწილმა, ეს არის V0-ვანი მოცულობა და V1 არის ზედა ნაწილი, ხო? V1-ის მოცულობა როგორ შემიძლია ჩავწერო ახლა, შეხედეთ. V1 არის 29 minus 14 სანტიმეტრი, ესე იგი 29 minus 14 სანტიმეტრი, ეს სანტიმეტრია, ან 15 სანტიმეტრი არის და 10-ზე უნდა გავყოთ. ხო? ეს უნდა გაამრავლოთ x დეციმეტრზე, ხო, ფართობზე. ფსკერის ფართობზე, x დეციმეტრზე. და ანუ დეციმეტრი კვადრატზე. ანუ ეს ტოლი იქნება 29 minus 14 არის 15 და 15 სანტიმეტრი იგივე 1.5 დეციმეტრია. 1.5 x ლიტრი დეციმეტრი კუბში, ანუ 1.5 x ლიტრი იქნება ამისი მოცულობა. ხომ, ამ ორი მოცულობის ჯამი V0-ის და V1-ის ჯამი, ანუ x რომ მივუმატოთ 1.5 x არის 4 ლიტრი რა, x ლიტრს რომ მივუმატოთ 1.5 x გახლავთ 4 ლიტრი და უკვე შევდგენილი გვაქვს განტოლება, რომლის ამოხსნის შედეგად მივიღებთ პასუხს, ასე ვთქვათ, ხომ, 2.5 x არის 4-ის ტოლი და x-ი ტოლია 2.5 x-ი ტოლია 4 უნდა გავყოთ 2.5-ზე, ანუ იგივე 40 უნდა გავყოთ 25-ზე. რაც არის 1 და 15, 25, 3/5, ანუ 1.6 ლიტრი. ასე გახლავთ ამ ამოცანის ამოხსნა. რა თქმა უნდა, ამ ლიტრის და დეციმეტრ კუბის და იმის გათვალისწინების გარეშეც შეიძლება რომ გააკეთოთ ეს ამოცანა ამოხსნა ჩვეულებრივად, აქ 10 გაამრავლოთ და უშუალოდ x-ზე და მე 15 გაამრავლოთ x-ზე და მე შეკრიბოთ, ოღონდ ფართობი უნდა გამოთვალოთ მაშინ და მაგრამ აქ, მაინც რაღაც ის დარჩება რაღაცნაირი, აი, ყოველ შემთხვევაში მე ესე დამჩა, რომ რაღაც ცოტა ბუნდოვანი რაღაცა, ხო? აი, ესე ამოხსნის შედეგად კიდე ზუსტად ვღებულობთ პასუხს და არაფერი ისეთი კითხვები არ რჩება აქ.
მადლობა ყურადღებისთვის.